მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიწყებთ მე-17 მეცადინეობას და მეცადინეობა მინდა დავიწყო უცხო სიტყვათა შესწავლით და ასევე გავაგრძელო გრამატიკული ნაწილის შესწავლით. Frieren, Frorge, Froren, გაყინვა, es friert, ყინავს. Die Schneeflocken, თოვლის ფიფქი. Das Eis, ყინული. Die Nacht, ღამე. Fallen, viel, gefallen, ჩამოვარდნა, დაცემა. Die Erde, მიწა. Der Schneemann, თოვლის ბაბუა. Rodeln, rodelte, gerodelt, ციგაობა. Marken, markte, gemerkt, შემჩნევა. Es regnet, წვიმს. Es schneit, თოვს, trube, მოღრუბლული. ამ წინადადებებზე მინდა შემოგთავაზოთ შედგენილი, რა თქმა უნდა, სიტყვებზე შედგენილი წინადადებები. Im Winter frieren die Vögel. ანუ ზამთარში იყინებიან ჩიტები. In der Nacht friert es. ღამეს ყინავს. Die Schneeflocken fallen auf die Erde. Pipkebi, თოლის პიპკები ეცემა მიწაზე. Die Kinder machen den Schneemann. ბავშვები აკეთებენ თოვლის ბაბუას. Der Junge rodelt. ბიჭი ციგურაობს. გადავიდეთ გრამატიკულ ნაწილზე და მინდა შემოგთავაზოთ მომავალი დროის წარმოება. რა თქმა უნდა, სრული ფორმით. მომავალი დრო ფუტურუმი იწარმოება დამხმარე ზნა ვერდენის პრეზენსისაგან და საუღლებელი ზმნის ინფინიტივით. ინფინიტივი დგება წინადადების ბოლოს დაუცვლელია. და უცვლელია. დამხმარე ზნა ვერდენი იცვლება პირის ნაცვალსახელების მიხედვით. მაგალითად, ich werde, მე გავხდები, du wirst, შენ გახდები, sie wird, ის გახდება. Wir werden, ჩვენ გავხდებით, ihr werdet, თქვენ გახდებით, sie werden, ისინი გახდებიან. ჩვენ ვაუღლეთ werden ზნა დამხმარე, რა თქმა უნდა. და ნახოთ მისი შესაბამისი წინადადებები. Ich werde in der Schule arbeiten. მე სკოლაში ვიმუშავებ. wird mit dem Flugzeug fliegen. ის თვითმფრინავით მიფრინავს, გაფრინდება. Sie wird im Winter Schach spielen. ის ზამთარში ჭადრაკს თამაშობს. ანუ ითამაშებს. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ unpersönliches Pronomen es. ეს არის პირნაკლი ნაცვალსახელი ესი. პირნაკლი ნაცვალსახელი es გვხვდება ბუნების, მოვლენებისა და ადამიანის შეგრძნებათა გამოხატველი პირნაკლ ზმნებთან. აგრეთვე ზოგიერთ გამოთქმაში. წინადადებაში გამოდის ეგრეთ წოდებული გრამატიკული ქვემდებარის როლში. ნაცვალსახელი ესი არ იბრუნვის. ნახოთ შესატყვისი მაგალითები. Es regnet, წვიმს, es schneit, თოვს, es ist kalt, ცივა, es ist winter, ზამთარია, es ist trube, მოღრუბლულია. ახლა გადავიდეთ მარტივი ტესტის გაკეთებაზე, რომელიც შეგიძლიათ ჩემთან ერთად ნახოთ და გაიმეოროთ. Ich mache die Aufgabe. მე გავაკეთებ დავალება. ან ვაკეთებ დავალებას. აქ სწორი პასუხი მინიშნებულია mache. Wir gehen zur Arbeit. ჩვენ მივდივართ სამუშაოზე. Die Mutter macht ein Frühstück. დედა აკეთებს საოცნეს. Der Vater malt das Bild. მამა ხატავს სურათს. თქვენ ხედავთ, აქ მოცემული არის სწორი პასუხები მუქად. ახლა გადავიდეთ ფრაზების შესწავლაზე. სადაა უახლესი მაგალითად, wo ist nächste ავტობუსის გაჩერება, eine Bushaltestelle, მეტროსადგური, U-Bahn-Station, რომელი ავტობუსი მიდის ბუხამდე, welcher Bus fährt nach Buch. სკოლაში მისვლა მინდა, ich möchte zur Schule kommen. ეს ავტობუსი მიდის, dieser Bus fährt, რა ღირს ბილეთი, was kostet das Ticket? სად უნდა ჩამოვიდე, wo muss ich aufsteigen? ჩამატარეთ, würden Sie mich bitte durchlassen? თქვენ ეს ფრაზები გამოგადგებათ
დიალოგების შედგენაში და საუბრის დროს. ამით ჩვენი მე-17 მეცადინეობა დასრულდა მომავალ შეხვედრამდე.